რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეგრეთ წოდებულმა ჩვეულებრივმა ქალმა ხმა გამოსცა, რომელიც არა მხოლოდ მომავალს წინასწარმეტყველებდა, არამედ თავისუფლად საუბრობდა ძველ ბერძნულზე, რომელიც მას არასდროს შეუსწავლია. ამხელდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ოპერაციებს წლების განმავლობაში, სანამ ისინი საჯარო გახდებოდა და ყოველი სიტყვა დოკუმენტირებული, შემოწმებული და ერთხელაც არ დადასტურდა, რომ მცდარი იყო. ზუსტად ეს მოხდა 1960-იან წლებში. ჯეინ რობერტსმა, სრულმა სკეპტიკოსმა, დაიწყო სეთის სახელით ცნობილი არსების გამოხატვა. ექსპერტების წინაშე სეთმა წარმოთქვა შეუძლებელი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მოგვიანებით ახდა და დეტალები გამოავლინა. ჯეინს 2 ათწლეულის განმავლობაში არ შეეძლო ამის ცოდნა. სეთმა დიაგნოზი დაუსვა დაავადებებს, ექიმებმა დღემდე ვერ შენიშნეს მიწისძვრების პროგნოზირება და სიტყვასიტყვით აღწერეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ოპერაციები, რომლებიც 2001 წლამდე არ იყო გამჟღავნებული. შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ შექმნა მთელი ფაილი, არა იმიტომ, რომ მათ სჯეროდათ არენალიზაციის, არამედ იმიტომ, რომ ეს არსება სეთი მუდმივად ამხელდა იმას, რაც საიდუმლოდ უნდა ყოფილიყო. მაგრამ რატომ აქვს ამას მნიშვნელობა თქვენთვის? იმიტომ, რომ სეთმა არა მხოლოდ მეცნიერება დაამსხვრია. მან დაამსხვრია არსებობის შესახებ ყველაზე ძირითადი ჭეშმარიტებები. ყველაფერი, რასაც განიცდი, ღმერთი, შენი სული, დრო და თავად რეალობა იქ არ ხდება. ის შენში წამიერად იქმნება, მთლიანად შენი რწმენით, მოლოდინებითა და ფოკუსირებით არის ჩამოყალიბებული. სეთმა გვასწავლა, რომ შენი რეალობა არ არის ფიქსირებული. ეს ცოცხალი ისტორია. შეგიძლია გადაწერო. ის შეზღუდვებიც კი, რომლებიც შენი აზრით მხოლოდ ცხოვრებაა, როგორიცაა შიში, ბრძოლა, დაბერება და ბედისწერა, მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ გჯერა, რომ ასე უნდა იყოს. როგორც კი შენს რწმენას შეცვლი, რეალობა შენთან ერთად იხრება. ეს დადასტურებული ფაქტია. სწორედ ამიტომ დატოვა სეთმა აკრძალული სახელმძღვანელო. ეტაპობრივი ინსტრუქციების ნაკრები თავად რეალობის მანიპულირებისთვის. როდესაც ადამიანები მათ იყენებენ, მათი ცხოვრება იცვლება. შეუძლებელი შესაძლებელი ხდება. 1970 წელს იელის ფსიქოლოგმა სცადა ჯეინის გამოაშკარავება, მაგრამ 4 საათის შემდეგ შოკში მყოფმა დატოვა მისი ბინა, რადგან სეთმა ახლახან წაიკითხა გარდაცვლილი დედის ბოლო სიტყვები რუსულ ენაზე. ჯეინს არ შეეძლო საუბარი და ეს ისევ და ისევ მეორდებოდა. აი, საქმე იმაშია, რომ ხვალინდელი სამყარო დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ირწმუნებ დღეს საღამოს. და როგორც კი დაინახავთ, რას ასწავლი და სეთის სინამდვილეში, ამის დავიწყებას ვერ შეძლებთ. ან გააგრძელებთ ყალბ სცენარში ცხოვრებას, ან საბოლოოდ გაიღვიძებთ და დაინახავთ, რომ თავად ხართ ავტორი. რაც ვიცი, ისაა, რომ თუ უგულებელყოფთ იმას, რაც შემდეგ მოხდება, რისკავთ მთელი ცხოვრება სხვის ისტორიაში გაატაროთ. მაგრამ თუ ყურადღებას მიაქცევთ, რეალობა თავად დაიწყებს თქვენს წინაშე პასუხის გაცემას, თქვენს ნებას დამსხვრეულ სიმართლეს დაემორჩილება. მოდით, ხმაურში გავჯრათ. ცხოვრება, რომელსაც ცხოვრობთ, პროექციაა, ოთახი, რომელშიც იმყოფებით, სხეული. თქვენ ცხოვრობთ თქვენს საბანკო ანგარიშზე არსებული ფულით. ეს ყველაფერი ფილმია, რომელიც სამყაროს ყველაზე ძლიერი მოწყობილობიდან, თქვენი ცნობიერებიდან სხივდება. ათწლეულების განმავლობაში სეთის მასალა იყო ჩუმი რევოლუცია, აკრძალული გეგმა მათთვის, ვინც იცოდა სად ეძებნა. ისავლენს, რომ თქვენ არ ხართ გარემოებების მსხვერპლი. თქვენ არ ხართ მექანიზმის ჯანჯიკი. თქვენ თავად რეალობის არქიტექტორი ხართ. სეთის სახელით ცნობილმა არსებამ, ჩვენი ფიზიკური განზომილებების მიღმა არსებულმა ენერგიულმა არსმა, მოგვაწოდა ერთი ძირითადი, უკომპრომისო ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენი სამყაროს საფუძველს ანგრევს. თქვენ ქმნით თქვენს საკუთარ რეალობას. გამონაკლისები არ არსებობს. ეს არ არის კეთილგანწყობის ბანალურობა. ეს არსებობის პირდაპირი ფიზიკაა. თქვენ დიდი ტყუილი მოგყიდეს. კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მოტყუება ის არის, რომ ფიზიკური სამყარო პირველადია და თქვენი გონება მხოლოდ თქვენი ტვინის თამდევი პროდუქტია. რომ მატერია ქმნის ცნობიერებას. სიმართლე კი სრულიად საპირისპიროა. ცნობიერება ქმნის მატერიას. თქვენ არ გაქვთ აზრები, რადგან გაქვთ ტვინი. თქვენ გაქვთ ტვინი, რადგან ცნობიერებამ აირჩია მათი გამოვლენა, როგორც ინსტრუმენტი ამ ფიზიკური განზომილების განსაცდელად. წარმოიდგინეთ მაღალი გარჩევადობის პროექტორი. თქვენი ღრმა რწმენა სლაიდებია, ხოლო ფიზიკური სამყარო ეკრანზე გადაცემული გამოსახულებაა. თუ გამოსახულება არ მოგწონთ, თუ ხედავთ ბრძოლას, ნაკლებობას ან ტკივილს, სრული უაზრობაა ეკრანზე მისვლა და მასზე დახატვის მცდელობა. თქვენ თავს დაიღლებით მოჩვენებასთან ბრძოლით.
გამოსახულების შეცვლის ერთადერთი გზა სლაიდის შეცვლაა. ახლა ამ წამს თქვენ მთელ თქვენს ფიზიკურ რეალობას გარედან აპროექტებთ თქვენი არსების ბირთვიდან, თქვენი სხეულიდან, თქვენი გარემოდან, თქვენი გარემოებებიდან. ეს ყველაფერი ცნობიერებაა, რომელიც ფორმას იღებს თქვენი რწმენის საფუძველზე. როგორც სეთმა შემაწწუნებელი სიზუსტით განაცხადა, სამყარო, როგორც თქვენ იცით, თქვენი შინაგანი რეალობის ანარეგლია. თქვენ აირჩიეთ ადამიანობა. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ოთახში არსებული ყველა ობიექტი, ყველა ადამიანი, რომელსაც ხვდებით, ყველა შემთხვევითი მოვლენა, რომელსაც განიცდით, იქ არის. რადგან რაღაც ღრმა დონეზე, თქვენმა ცნობიერებამ ის გარე სამყაროდ აქცია. თქვენი შინაგანი სამყარო თავდაყირაა გადაბრუნებული. ეს იდეალური სარკეა, მაგრამ ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას პადებს. თუ თქვენ ხართ ეს ხოვლისშემძლე შემოქმედი, რატომ არ არის თქვენი რეალობა შედევრი? რატომ არის ის სავსე იმ შეზღუდვებითა და იმედგაცრუებებით, რომელთაგან თავის დაღწევაც სასოწარკვეთილად გსურთ? პასუხი მარტივია. თქვენ ხართ თქვენივე რეალობის შემოქმედი, მაგრამ გადმოგეცვით დამახინჯებული გეგმა. თქვენ ხართ ავტორი, მაგრამ ჰიპნოზირებული ხართ, რომ წაიკითხოთ თქვენი დამტყვევებლების მიერ დაწერილი სცენარი. ტყუილის არქიტექტურას, თქვენს ციხეს არ აქვს კედლები და გისოსები, მაგრამ ის ყველაზე ეფექტური შეკავების სისტემაა, რაც კი ოდესმე შექმნილა. ეს არის გალია, რომელიც მთლიანად რწმენებისგან არის აგებული. რწმენები, რომლებიც თქვენს ქვეცნობიერში ჩადგმული იყო მანამ, სანამ მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას შეძლებდით. ისინი თქვენი რეალობის ოპერაციული სისტემაა. სიმულაციის საწყისი კოდი, რომელსაც სიცოცხლეს უწოდებთ, დაბადების მომენტიდან, თქვენ დაპროგრამდით, საზოგადოება, თქვენი მშობლები, თქვენი განათლება. მათ გადმოგეცით სცენარი. და ეს სცენარი ფსიქიკური ვირუსით იყო ინფიცირებული. შეზღუდვის კოდი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი მართვა, პროგნოზირება და უძლურება შეინარჩუნოთ. იფიქრეთ სიბრძნით შენიღბულ ბრძანებებზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თქვენი რეალობა. ფული ყველა ბოროტების ფესვია. ტყუილი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შეგაშინოთ სიუხვის ენერგია, რათა უზრუნველყოთ, რომ დარჩეთ მორჩილი ხელფასის მონა. ნუ იმედოვნებთ. ბრძანება წინასწარ რათა თქვენი ოცნებები ჩაკლათ, სანამ მათ ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ. ეს არ არის მხოლოდ უწყინარი გამონათქვამები. ეს არის ბრძანებები. ეს არის უხილავი ჯაჯვები, რომლებმაც თქვენ მიგამაგრეს ნაკლებობისა და ბრძოლის რეალობაში. შემზღუდველი რწმენების ეს მატრიცა არ არის მხოლოდ შინაგანი აზროვნება. ეს არის აქტიური, ენერგიული ძალა, რომელიც თქვენს ფიზიკურ სამყაროს პროეცირებას ახდენს. თქვენი რწმენა დეფიციტის მიმართ ვლინდება იმ გადასახადებში, რომელთა გადახდაც არ შეგიძლიათ. თქვენი ღრმად ფესვგადგმული რწმენა საკუთარი უღირსობის მიმართ ვლინდება იმ ურთიერთობებში, რომლებიც იშლება. თქვენი შიში უცნობის მიმართ ვლინდება როგორც შესაძლებლობები. თქვენ ძალიან გეშინიათ კონტროლის სისტემის ხელში ჩაგდების. მედია, კორპორაციები, ინსტიტუტები ამას იდეალურად ესმით. მათ არ სჭირდებათ თქვენი ძალით კონტროლი. რატომ უნდათ, როცა იდეებით შეუძლიათ თქვენი კონტროლი? ისინი დაუნდობლად ასხივებენ რწმენებს კოლექტიურ ცნობიერებაში, არა როგორც ინფორმაცია, არამედ როგორც შეზღუდული რეალობის პროპაგანდა. ისინი ცდილობენ სამყაროს ფლობას იმ აზრების ფლობით, რომლებიც მას ქმნიან, მაგრამ აი საიდუმლო, რომელიც მათ მთელ სისტემას აშლი. სცენარის გადაწერა შესაძლებელია. პროგრამის გამართვა შესაძლებელია და რწმენებისგან შექმნილი ციხე ორთქლდება იმ წამსვე, როდესაც მიხვდებით, რომ კარი თქვენ ჩაკეტეთ. ამისათვის ჯერ თავად პროგრამისგან გამოყოფა უნდა ისწავლოთ, ამიტომ ყურადღებით იყავით. მე ახლა შემოგთავაზებთ რეალობის პრაქტიკული გადახრის გეგმას. თქვენ მოგინდებათ ამ ვიდეოს სანიშნეებში დამატება და ამ ზუსტ დროის ნიშნულზე დაბრუნება. ეს არ არის მხოლოდ ინფორმაცია. ეს არის სეთის სახელმძღვანელო, რომელსაც მთელი ცხოვრება გამოიყენებთ. მაგრამ აი საიდუმლო, რომელიც მათ მთელ სისტემას ანგრევს. სცენარის გადაწერა შესაძლებელია, პროგრამის გატეხვა შესაძლებელია და რწმენებისგან შექმნილი ციხე ორთქლდება იმ წამსვე, როდესაც მიხვდებით, რომ კარი თქვენ ჩაკეტეთ. ამისათვის ჯერ თავად პროგრამისგან გამოყოფა უნდა ისწავლოთ. აკრძალული პროტოკოლი ნომერი 1. ცარიელი ფურცლის მედიტაცია. ეს პრაქტიკა შექმნილია იმისთვის, რომ სიმულაციიდან მომენტალურად გათავისუფლდეთ და გონება გაწმინდოთ როლებისგან, იარლიყებისგან და შეხედულებებისგან, რომლებიც თქვენს ცნობიერებაშია ამოტვიფრული. ეს ნამდვილი თავისუფლების პირველი გასინჯვაა.
კომფორტულად იჯექით წყნარ სივრცეში, სადაც არავინ შეგაწუხებთ. ღრმად ისუნთქეთ შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში. თქვენ სისტემატურად წაშლით ყველა იარლიყს, რომელთანაც ოდესმე იდენტიფიცირდით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სახელი სიტყვა მტვერში იხსნება. გაუშვით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სქესი, თქვენი ასაკი, თქვენი პროფესია, ყველაფერი კვამლად იქცევა და ქრება. ჩაუღრმავდით. წაშალეთ თქვენი წარსული, თქვენი მოგონებები, თქვენი წარმატებები და წარუმატებლობები. გაუშვით ყველა მათგანი წაშლის საშუალებას. ადამიანის იარლიღიც კი. გახდით მხოლოდ სუფთა, დაუმუშავებელი ცნობიერება. ცარიელი ფურცელი, ცნობიერების წერტილი. ამ სუფთა პოტენციალის მდგომარეობის ისტორიის გარეშე, სამყაროს ერთი კითხვა დაუსვით. თუ ახლავე შემეძლო საკუთარი თავის ნულიდან შექმნა, ვინ ავირჩევდი ყოფნას? ნუ ეძებთ მყისიერ პასუხს. უბრალოდ შეამჩნიეთ, რა გრძნობები, სურათები ან იდეები ჩნდება თქვენს მიერ შექმნილი სიცარიელიდან. ეს არის თქვენი ნამდვილი მეს დანახვა, რომელიც პროგრამის მიერ არ არის დაზიანებული. შეეცადეთ ყოველდღიურად ივარჯიშოთ ამაში, რათა შეასუსტოთ თქვენი განპირობებული იდენტობის ძალა. თქვენ ახლახან გადადგით პირველი ნაბიჯი ციხის ამოცნობისკენ. მაგრამ ცნობიერება არ არის თავისუფლება. შემდეგ მოდულში მე გადმოგცემთ არსენალს, რეალობის გატეხვის იარაღს, რომელიც სეთმა გამოავლინა. თუ ახლავე დააწყაპუნებთ, ეს იგივე იქნება, რომ დაავადების დიაგნოზი დაუსვათ და უარი თქვათ განკურნებაზე, დროის ილუზიასა და წარსულის ხაფანგზე. სანამ ახალ მომავალს ააწყობთ, უნდა გაწყვიტოთ ჯაჯვები, რომლებიც თქვენს წარსულს აკავშირებს. ყველაზე მკაცრი და ძლიერი წესი იმ სცენარში, რომელიც გადმოგეცით, არის რწმენა, რომ წარსული ფიქსირებულია, უცვლელი და სამუდამოდ უკან დარჩა. თქვენ გასწავლიან, რომ თქვენი ისტორია განსაზღვრავს თქვენ, რომ თქვენი ცხოვრების მოვლენები მუდმივი ჩანაწერია, რომელიც კარნახობს თქვენს აწმყოს და ზღუდავს თქვენს მომავალს. ეს რწმენა ტყუილია. ეს არის თქვენი უძლურების ქვაკუთხედი. სეთი ავლენს ასეთ ღრმა ჭეშმარიტებას. ის მთლიანად ამსხვრევს ამ ილუზიას. დრო ცალმხრივი ქუჩა არ არის. ეს არის აღქმის ჩარჩო, ფსიქოლოგიური კონსტრუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს ცნობიერებას, მოწესრიგებულად დაამუშაოს გამოცდილება ამ ფიზიკურ რეალობაში. მაგრამ თქვენი მრავალგანზომილებიანი მეს ნამდვილი პერსპექტივიდან, მთელი დრო არსებობს ფართო მარადიულ აწმყოში თქვენი წარსული, თქვენი აწმყო და თქვენი მომავალი. ყველაფერი ერთდროულად ხდება. წარსულში ჩაძირვა არ არის ფიქსირებული გარე რეალობა, რომელიც დასრულდა. ეს არის მოგონებებისა და რწმენის ერთობლიობა, რომელსაც ახლა ინახავთ თქვენს ცნობიერებაში. და რადგან ის არსებობს თქვენში ამ აწმყო მომენტში, თქვენ გაქვთ აბსოლუტური ძალა შეცვალოთ იგი. საქმე არ ეხება იმის უარყოფას, რაც მოხდა. საქმე ეხება რაღაც ბევრად უფრო ძლიერს, თქვენი მოგონებების ენერგეტიკული გეგმის გადაწერას, რათა გარდაქმნას მათი გავლენა თქვენს აწმყოსა და მომავალზე. ეს არის საფუძველი სეთის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღისა, გადახედვის ტექნიკისა. დროის გაგებით, როგორც შესაძლებლობების ერთდროული ველის. თქვენ ხვდებით, რომ წარსული არ არის კონკრეტული ღუზა, რომელიც გამძიმებთ. ეს არის ცვალებადი ისტორია, რომელსაც თქვენ თავს უყვებით. და ნებისმიერი ისტორიის ხელახლა მოყოლა შესაძლებელია მტკივნეულ წარსულზე მიჯაჯვით. თქვენ აქტიურად აინფიცირებთ თქვენს აწმყო მომენტს მისი ნეგატიური ენერგიით. თქვენ ირჩევთ, რომ ეს ძველი, ჯუჯხიანი სლაიდი პროექტორში შეინახოთ, რათა მტკივნეული ფილმი ციკლურად გააგრძელოთ. წარსულის ხაფანგი არის რწმენა, რომ თქვენ მისი ტყვე ხართ. სიმართლე ისაა, რომ თქვენ ყოველთვის გეჯირათ ამ საგნის გასაღები. გადახედვის აქტი არის ის, რომ თქვენ ატრიალებთ ამ გასაღებს. თქვენ ნახეთ ციხე, ახლა მოგეცემათ იარაღი, რათა აგური-აგურით დაშალოთ იგი. ეს არ არის ნაზი წინადადებები. ეს არის ბრძოლის ველის პროტოკოლები თქვენი ცნობიერების გასათავისუფლებლად. მთავარი გასაღები, რომელიც თქვენს ძალაუფლებას იფხრობს აწმყოში. სისტემის მთავარი სტრატეგიაა, რომ გონებრივად გაგიყვანოთ წარსულის მკვდარ ზღვაში ან მომავლის შფოთიან ნისლში. სინანული და შიში მათი კონტროლის ტყუპი სვეტებია. რატომ? იმიტომ, რომ ამ მდგომარეობებში თქვენ უძლური ხართ. თქვენ მაყურებელი ხართ. სეთის პირველი და ყველაზე კრიტიკული მითითებაა. დაიბრუნოთ ერთადერთი მომენტი, სადაც შექმნა შესაძლებელია. ახლა, თქვენი ძალაუფლების წერტილი არასდროს არის წარსულში ან მალე. ის ყოველთვის მარადიულია. ახლა, ამ ერთი ასაფეთქებელი მომენტიდან, ყველა რეალობა იბადება. მეორე პროტოკოლი, ძალის წამყვანი.
ეს არ არის შემთხვევითი შეხსენება. ეს არის ბრძანება თქვენი ცნობიერებისთვის დღეში რამდენჯერმე, როდესაც გრძნობთ, რომ შფოთვა შემოგეპარებათ. როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი გონება წარსულის შეცდომაზე გადადის, უნდა გაჩერდეთ. შეაჩერეთ ყველაფერი და გამოაცხადეთ, ჯექა ქუხილის ძალით თქვენს გონებაში. ჩემი ძალა ახლა. ნუ იტყვით მხოლოდ სიტყვებს, იგრძენით ისინი. იგრძენით, როგორ იხსნება თქვენი ცნობიერება მთლიანად წარსულისა და მომავლის ფანტომებიდან და კონცენტრირდება აწმყოს სამართებლის პირზე. მხოლოდ ეს მოქმედება იწყებს მარიონეტების ოსტატების სიმების გაწყვეტას. ის გამაგრებთ შემოქმედის ადგილას. დაიუფლეთ ამას და მზად იქნებით შემდეგი იარაღისთვის, რადგან როგორც კი შეძლებთ თქვენი ძალის შენარჩუნებას აწმყოში, შეგიძლიათ დაიწყოთ უკან დაბრუნება და წარსულის გადაწერა. აკრძალული პროტოკოლი ნომერი 2. შიდა ხმის ტექნიკა, რომელიც აძლიერებს თქვენს წამყვანს აწმყოში. თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი არსების სიხშირეზე მორგება. სეთმა გვასწავლა, რომ ყველა ცნობიერება ასხივებს უნიკალურ ვიბრაციულ ტონს. მასზე ფიქრი ენერგიის აღსადგენად და ცნობიერების უფრო ღრმა მდგომარეობებზე წვდომის ძლიერი საშუალებაა. დაჯექით ჩუმად. დახუჭეთ თვალები და მთელი ყურადღება შინაგანად მიმართეთ. ფიქრების ხმაურს გასცდით. მოусმინეთ დახვეწილ შინაგან გუგუნს ან ვიბრაციას. ეს არ არის ხმა, რომელსაც ყურებით ისმენთ, არამედ ის, რასაც თქვენი არსებობის გულში გრძნობთ. ეს არის დუმილის ხმა, თქვენი არსის სიხშირე. ყურადღება ამ შინაგან ხმაზე გაამახვილეთ. ნუ გააანალიზებთ მას. უბრალოდ შეერწყით მას. ეს ხმა თქვენი წამყვანი იყოს. როდესაც გრძნობთ, რომ თქვენი ძალა წარსულში ან მომავალში ბრუნდება, თქვენი ყურადღება ამ შინაგან გუგუნზე გადადის. ეს არის თქვენი ნამდვილი მესმუდმივი, ურყევი სიხშირე, რომელიც მხოლოდ ახლა არსებობს, საბოლოო იარაღი, რომელიც თქვენი ისტორიის გადახედვას ახდენდა. ეს არის ტექნიკა, რომელიც სისტემას კანკალებს. ფიქსირებული წარსულის რწმენა დანაშაულის გრძნობის, ტრავმისა და კარმული ვალის საფუძველია. ყველაზე მძიმე ჯაჭვები, რომლებიც ადამიანის სულს ამყარებს. სეთი გაძლევთ ძალას, დაამსხვრიოთ ისინი, რადგან ყველა დრო ერთდროულია. წარსული არის ცოცხალი მოგონება, რომელსაც ახლავე ამდიდრებთ თქვენი ფოკუსირებით. ამიტომ შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ენერგეტიკული სტრუქტურა. შეგიძლიათ გადაწეროთ მესამე კოდის პროტოკოლი, დროით განკურნების დირექტივა. ეს არის ღამის ვარჯიში, რომელიც ძილის წინ არ ექვემდებარება განხილვას. თქვენ გადახედავთ თქვენს დღეს, მაგრამ ამას გააკეთებთ უკუღმა, საღამოდან დილამდე. ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ ხაზოვანი დროის ჰიპნოზური ილუზიის დამსხვრევაში. როდესაც თქვენი მიმოხილვა წააწყდება მოვლენას, რომელსაც უარყოფითი ენერგეტიკული მუხტი აქვს, ფინანსური დანაკარგის არგუმენტს, შიშის ან უხერხულობის მომენტს, თქვენ ჩერდებით. თქვენ არ აგრძელებთ. არასოდეს ჩაერთოთ ასეთ ფიქრებში თქვენი წარმოსახვის თეატრში. თქვენ ხელახლა გადაიღებთ ამ სცენას. თქვენ გადაწერთ მას თქვენთვის სასურველი შედეგის შედევრად. მაგრამ ვიზუალიზაცია მხოლოდ დასაწყისია. ეს ეხება ალქიმიას. თქვენ უნდა იგრძნოთ თქვენი არსების ყოველი უჯრედით. ახალი გადამუშავებული ვერსიის ტრიუმფალური ემოციები გრძნობს სიხარულის მოზღვავებას, შვების ნაკადს, თავდაჯერებულობის სიმშვიდეს, სიყვარულის სითბოს, თითქოს ეს უფრო რეალური იყოს, ვიდრე მოგონება. ის ცვლის. თქვენ უნდა ჩაეფლოთ თქვენი ცნობიერება ამ ახალ რეალობაში მანამ, სანამ ის თქვენს დომინანტურ ვიბრაციად არ იქცევა. მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებთ თქვენს მიმოხილვას. ეს არ არის საკუთარი თავის მოტყუება. ეს თქვენი ენერგეტიკული ველის კვანტური დონის ხელახალი კალიბრაცია. თქვენ შეგნებულად აშორებთ თქვენს ყურადღებას წარუმატებლობის ალბათობიდან და ხელახლა ინვესტირებთ მას წარმატების ალბათობაში. აკრძალული პროტოკოლი ნომერი 3. ღრმა დებულება ყოველდღიურად ასუფთავებს თქვენს ფუნდამენტურ კოდს. გადახედვა აწმყოს ასუფთავებს, მაგრამ ღრმა გადახედვა თქვენს საფუძველს აღადგენს. სისტემამ თავისი ყველაზე ძლიერი შემზღუდველი შეხედულებები თქვენს ბავშვობაში დაამკვიდრა. თქვენ უნდა დაბრუნდეთ და მოხსნათ ისინი. მედიტაციურ მდგომარეობაში ამოიცნოთ ბავშვობის ჩამოყალიბების მომენტი, ან წარსულიდან განმეორებადი მტკივნეული პერიოდი, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ემოციურ მუხტს. ხელახლა გაიხსენეთ ეს დრო. ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს მსხვერპლად, არამედ როგორც ძლიერ შემოქმედს, რომელიც ხართ. ახლა კი დაუბრუნდით ამ სცენას. შეგნებულად გადაწერეთ მთელი პერიოდი ისე, როგორც გსურთ. წარმოიდგინეთ მოსიყვარულე, მხარდამჭერი მშობლები.
წარმოიდგინეთ უსაფრთხო, გამაძლიერებელი გარემო. წარმოიდგინეთ თავი თავდაჯერებულად, აღიარებულად და თავისუფლად. იგრძენით ახალი მოგონებები. იგრძენით უსაფრთხოება. იგრძენით სიყვარული. გაიმეორეთ ეს განმეორებით, სანამ ორიგინალური მეხსიერების ემოციური მუხტი არ განეიტრალდება და არ ჩანაცვლდება. სეთმა გვასწავლა, რომ ამ ქმედებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი მთელი ცხოვრების ტრაექტორია, რადგან თქვენ ცვლით იმ ქვაკუთხედებს, რომლებზეც თქვენი პიროვნება იყო აგებული. თქვენი ლეგიონის შეკრებით, თქვენი სავარაუდო მეს მართვისას, მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი თვითშეგნება მთლიანად დაიმსხვრეს. თქვენ გჯერათ, რომ ერთი ადამიანი ხართ, რომელიც ერთ ცხოვრებას ცხოვრობს. ეს თქვენივე დიდებული არსებობის საბავშვო ბაღის დონის გაგებაა, ილუზია, რომელსაც თქვენი ეგო უსასრულობის გასამარტივებლად იყენებს. სიმართლე უსასრულოდ უფრო სანახაობრივია. თქვენ მრავალგანზომილებიანი ცნობიერება ხართ და თქვენი ყოველი არჩევანი პარალელურ რეალობაში თქვენივე რეალურ, ვალიდურ ვერსიას ქმნის. თქვენ არსებითად ერთდროულად უამრავ ცხოვრებას ცხოვრობთ. ეს არის სავარაუდო მეს რეალობა არჩევანის ყოველ მომენტში. თქვენი რეალობა იფანტება, თქვენ, რომელმაც გააკეთეთ არჩევანი, რომლის შესახებაც იცით, ამ გზას აგრძელებს. მაგრამ კიდევ ერთი, არანაკლებ რეალური, თქვენ მეორე გზას ირჩევს. არსებობს თქვენი ვერსია, რომელმაც ეს სამსახური მიიღო. თქვენ უარი თქვით თქვენივე ვერსიაზე, რომელიც უზომოდ წარმატებული მუსიკოსია, თქვენი ვერსია, რომელიც უშიშარი, ჯამრთელი და სიხარულით სავსე სიუხვით ცხოვრობს. ესენი არ არიან მოჩვენებები ან ფანტაზიები. ისინი თქვენივე ცნობიერების ცოცხალი, მსუნთქავი ასპექტებია, რომლებიც პოტენციალის სხვადასხვა გზას იკვლევენ. თქვენი უფრო დიდი სული ყველა ამ გამოცდილების ჯამია. და სწორედ აქ ხდება ეს ცოდნა ტრანსფორმაციისთვის პრაქტიკულ, დედამიწის შემგრევ იარაღად. თქვენ შეგიძლიათ მათთან დაკავშირება, რადგან თქვენ ყველანი ერთი და იგივე უფრო დიდი ცნობიერების ნაწილი ხართ. თქვენ ფსიქიკურად დაკავშირებული ხართ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სხვა ვერსიების უნარები, ცოდნა და სიბრძნე, რომლებმაც უკვე მიაღწიეს იმას, რაც გსურთ. მეოთხე პროტოკოლი, კვანტური ჩამოტვირთვა. ეს არ არის მოთხოვნა. ეს არის ბრძანების საკითხი თქვენივე ცნობიერების ერთიანი ველისადმი. ღრმა მოდუნების მდგომარეობაში ან ძილის წინ. თქვენ გამოაცხადებთ თქვენს განზრახვას გენერლის მიმართვის სიცხადითა და ავტორიტეტით, რომელიც თავის ჯარებს მიმართავს. გამოაცხადეთ თქვენი ბრძანება. ახლა მე ვამყარებ მკაფიო და პირდაპირ არხს სავარაუდო თმესთან, რომელმაც უკვე მიაღწია თქვენი ზუსტი სურვილის სრულ ოსტატობას. მაგალითად, ფინანსური სიუხვე, ურყევი თავდაჯერებულობა, შემოქმედებითი გენიოსი. ახლა მე ვტვირთავ თქვენს ძირითად ცოდნას, თქვენს წარმატებულ სტრატეგიებს და წარმატების თქვენს ვიბრაციულ ხელმოწერას. ამ ბრძანების გაცემის შემდეგ, თქვენი ამოცანა მომდევნო 72 საათის განმავლობაში გახდეთ ჰიპერშეგნებული სიფხიზლის მდგომარეობა. თქვენ უნდა დააკვირდეთ ოცნების მდგომარეობის მონაცემების გადაცემას. თქვენი ოცნებები პირდაპირ კომუნიკაციად იქცევა. ისინი იქნება ნათელი, სასწავლო და სავსე ქმედითი სიმბოლიკით. ჩაიწერეთ ისინი გაღვიძებისთანავე. სპონტანური ხედვები, სუფთა გენიოსის იდეები თქვენს გონებაში, თითქოს არსაიდან აფეთქდება. ისინი არ არიან თქვენი აზრები. ისინი მონაცემთა პაკეტებია, ინტუიციური იმპულსები. თქვენ იგრძნობთ ძლიერ, არალოგიკურ სურვილს, განახორციელოთ კონკრეტული ქმედება, დაურეკოთ კონკრეტულ ადამიანს სადმე წასასვლელად ახალი პროექტის დასაწყებად. ეს იმპულსები თქვენი მარშირების ბრძანებებია. თქვენ მათზე მყისიერად უნდა იმოქმედოთ. ეგოზე დაფუძნებული ეჭვის ან რაციონალიზაციის გარეშე, ეგო არის ქხოფევ, რომელიც შეეცდება ჩათვირთვის დაბლოკვას, მის გვერდის ავლით დაუყოვნებლივი მოქმედებით. როდესაც ამას აკეთებთ, თქვენ ქმნით ფსიქიკურ ხიდს თქვენსა და მათ რეალობას შორის, რაც საშუალებას აძლევს მათ ათვისებულ ატრიბუტებს, შეავსონ თქვენი ენერგეტიკული ველი. აკრძალული პროტოკოლი ნომერი 4. სავარაუდო მომავლის აღქმა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს კავშირი არა მხოლოდ უნარების შესაძენად, არამედ მომავლის წინასწარ განჭვრეტისთვის. მომავალი არ არის ერთი ფიქსირებული გზა. ეს არის ალბათობების განშტოებული ერთობლიობა. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მათი შეგრძნება ძილის წინ მათ გამოვლენამდე. დაიმახსოვრეთ გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ. გამოთქვით თქვენი განზრახვა. დღესღამით, ჩემს სიზმრის მდგომარეობაში, მაჩვენეთ არჩევანი ეს სავარაუდო შედეგი და არჩევანი ეს სავარაუდო შედეგი. როდესაც გაიღვიძებთ და ჩაიწერთ ნებისმიერ სიზმარს,
გრძნობას ან ძლიერ შთაბეჭდილებას, სამყარო გაჩვენებთ თითოეული გზის ენერგეტიკულ ხელმოწერას. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო ნათელი გახდება წინასწარი განჭვრეტა, რაც საშუალებას მოგცემთ, ნავიგაცია გაუკეთოთ თქვენს ცხოვრებას და არა ვარაუდებით. მაგრამ იმის დანახვა, რომ ახლა გაქვთ ძირითადი იარაღი. ძალაუფლების გადახედვის წერტილი და სავარაუდო მე, ეს არის გონების ამრევი კონცეფცია. მაინტერესებს, რომელ სავარაუდო მეს დაუკავშირდებით პირველ რიგში კვანტური ჩამოტვირთვისთვის. მდიდარ მეს, უშიშარ მეს, შემოქმედებით მეს. შემომწერეთ კომენტარებში. ახლა თქვენ გაქვთ წარსულისა და აწმყოს ციხის გასაღებები. შეგიძლიათ ისტორიის გადაწერა და თქვენი სავარაუდოდ მეს მართვა. უმეტესობა აქ კმაყოფილი გაჩერდებოდა. მაგრამ რაც თქვენ ისწავლეთ, ეს საბაზისო ვარჯიშია. შემდეგ მოდის მოწინავე ალქიმია. ჩვენ ვაპირებთ თქვენი ცხოვრების შეცვლის მიღმა გადასვლას და სივრცის ქსოვილის მოხრის მექანიკაში გადასვლას. თავად დრო. უკან ნუ დაბრუნდებით. მატრიცის, კოორდინატთა წერტილების და ფსიქიკური ცხელი წერტილების გატეხვა. სიმულაცია, რომელსაც თქვენ რეალობას უწოდებთ, არ არის ერთიანი სტრუქტურა. ფიზიკოსები მხოლოდ ახლა იწყებენ ეჭქვეშ დაყენებას იმაში, რაც სეთმა ათწლეულების წინ განაცხადა. რეალობა ერთგვაროვანი არ არის. არსებობს გარკვეული კოორდინატთა წერტილები, კონკრეტული დრო და ადგილები, სადაც შინაგან და გარე სამყაროებს შორის ფარდა განსაკუთრებით თხელია, სადაც აზრი გასაოცარი სისწრაფით კრისტალიზდება მატერიად. ეს არ არის მისტიკური ფანტაზიები. ეს არის ფსიქიკური ცხელი წერტილები, ენერგეტიკული მორევები, სადაც თქვენი შემოქმედებითი ძალა 10-ჯერ არის გადიდებული. თქვენი საქმეა მათი იდენტიფიცირება და მათი გამოყენება განზრახ, ფოკუსირებული განზრახვით. სწორედ ამიტომ, ბევრ რელიგიაში არის გარკვეული დრო, როდესაც ადამიანებს უწევთ ლოცვა ან გარკვეული რიტუალების შესრულება. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ წერტილებში ძალა და ენერგიაა. დროებითი კოორდინატთა წერტილები, ძალაუფლების მომენტები. ეს არის შესაძლებლობების ფანჯრები, როდესაც თქვენი შეგნებული ანალიტიკური ეგოს ტირანული მმართველობა დროებით შეჩერებულია. ბინდი წარმოადგენს სითხისებრ სიზმრის მსგავს მომენტებს ძილის წინ და როგორც კი ამ ჰიპნოგოგიურ მდგომარეობებში გამოხვალთ, თქვენი ქვეცნობიერის კარი ფართოდ იღება. ეს არის საუკეთესო დრო, რომ იგრძნოთ თქვენი სურვილის ასრულება. შემოქმედებითი ტრანსი. ინტენსიური, სიხარულით სავსე ფოკუსირების მომენტები, რომელსაც ხშირად ნაკადის მდგომარეობას უწოდებენ. როდესაც იკარგებით შექმნის, ხატვის, წერის, მუსიკის დაკვრის აქტში, თქვენ მოქმედებთ ხაზოვანი დროის გარეთ. თქვენი გამოვლინებები ზედმეტად დამუხტულია. გულის რეზონანსული მომენტები სუფთა, უნაკლო სიყვარულის ან მადლიერების. ეს ემოცია არის სამყაროში ყველაზე ძლიერი შემოქმედებითი სიხშირე. როდესაც ამას გრძნობთ, მთელი თქვენი არსება ვიბრირებს ჰარმონიაში თავად შექმნასთან, წმინდა სიცარიელესთან. ღრმა მედიტაციის დროს, როდესაც ფიქრი წყდება, თქვენ ეხებით ყველა რეალობის წყაროს, სუფთა პოტენციალის ველს, საიდანაც ყველა ფორმა ჩნდება. გეოგრაფიული კოორდინატთა წერტილები, ძალაუფლების ადგილები. სეთმა ასევე აღწერა ფიზიკური ადგილები, სადაც გამოვლინება აჩქარებს. ეს ხშირად შეესაბამება უძველეს წმინდა ადგილებს. თუმცა, მათი არსებობა ნებისმიერ ადგილას შეიძლება. ტყეში მდებარე ადგილი, თქვენი სახლის კონკრეტული ოთახი, კონკრეტული ქუჩის კუთხე. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ხელახლა გამოღვიძებული შინაგანი გრძნობები მათ საპოვნელად. თქვენ იგრძნობთ ენერგიის ხელშესახებ ცვლილებას, სიმშვიდის, ენერგიულობის ან ენერგიის ამაღლების შეგრძნებას. სინქრონიზაცია მოხდება გასაოცარი სიხშირით. თქვენ მიიღებთ ღრმა ინტუიციურ გადმოტვირთვებს და შემოქმედებით გარღვევებს. როდესაც იდენტიფიცირებთ კოორდინატულ წერტილს, დროში თუ სივრცეში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ყოველგვარი ყოველდღიური გონებრივი აქტივობა. ეს არის წმინდა მომენტი. გამოიყენეთ ის თქვენი ყველაზე კრიტიკული შემოქმედებითი აქტის შესასრულებლად. იგრძენით თქვენი სურვილის შესრულება. ბრძანება, გადმოტვირთვა თქვენივე იმედან. გადახედეთ წარსულ მოვლენას. ამ წერტილებში თქვენს აზრებს 10-ჯერ მეტი აქვთ ნორმალური შემოქმედებითი ძალა. მათი შეგნებულად გამოყენება განსხვავებაა თესლის დათესვასა და შექმნის კონტროლირებადი აფეთქების დაწყებას შორის. აკრძალული პროტოკოლი ნომერი 5. დროის გაფართოების დირექტივა. სეთმა ასწავლა, რომ ქრონოლოგიური დრო ფიზიკური ილუზიაა. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მისი აღქმის მანიპულირება. სუბიექტური დროის საათების განცდა სულ რამდენიმე ფიზიკურ წუთში.
ეს ფასდაუდებელია სწრაფი სწავლისთვის, განკურნებისთვის ან შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრისთვის. გამოყავით 10 შეუფერხებელი წუთი. დახუჭეთ თვალები და გამოთქვით თქვენი განზრახვა. ახლა მე ვაფართოებ ამ მომენტს. მაქვს მთელი ფსიქოლოგიური დრო, რაც მჭირდება თქვენი ამოცანისთვის. დაიუფლეთ ამ კონცეფციას, განკურნეთ ეს ემოცია, შეიმუშავეთ ეს პროექტი. წარმოიდგინეთ, რომ კედელზე დამაგრებული საათი თითქმის ჩერდება. იგრძენით, როგორ ხდება დრო თქვენს გარშემო უზარმაზარი და ფართო. დაიწყეთ თქვენი გონებრივი დავალება. მიეცით თქვენს ცნობიერებას საშუალება, სიღრმისეულად შეისწავლოს იგი ყოველგვარი აჩქარების გარეშე. როდესაც თვალებს გაახელთ, გაოცდებით, რამდენი რამ მიაღწიეთ. თქვენ სწავლობთ სულის დროზე მუშაობას და არა საათის დროზე. თქვენ მიიღეთ მოწინავე პროტოკოლები. აქ მთავრდება თეორია და იწყება პრაქტიკა. ახლა თქვენ ისწავლეთ დროის, სივრცისა და ალბათობის მანიპულირება. თქვენ გაქვთ მოწინავე პროტოკოლები, მაგრამ რატომ იყო ეს შესაძლებლობები თქვენგან დამალული თავიდანვე? ამის გასაგებად, ახლა უნდა დავშალოთ თქვენი პროგრამირების უმაღლესი საყრდენები. ღმერთის, სულის და ბოროტების კონცეფციები. ეს ბოლო მოდული ყველაზე საშიშია. ეს არის ის, რაც სამყაროებს ანგრევს. მზად ხართ? მერვე თავი, ღვთის ჭეშმარიტება, ტახტი ცარიელია. ათასობით წლის განმავლობაში თქვენ დაპროგრამებული იყავით, რომ გჯეროდეთ გარეგანი ღმერთის, ტახტზე მჯდომი მეფის, ზეცაში მდგომი მამის, ცალკეული განსჯის ღვთაების, რომელთა შიშიც უნდა გქონდეთ და რომელთა მორჩილებაც არ უნდა გქონდეთ. ეს კონცეფცია კონტროლის უმაღლესი ინსტრუმენტი იყო, რომელიც ქმნიდა ძალაუფლების იერარქიებს და გაიძულებდათ, მუხლებზე დაგედოთ, ითხოვდით ძალას, რომელიც უკვე თქვენი იყო. სეთი ამხელს დამანგრეველ და განმათავისუფლებელ ჭეშმარიტებას, რომ ტახტი ცარიელია. ღმერთი არ არის პიროვნება. ღმერთი არ არის ადამიანი. შორიდან დაკვირვებით, ღმერთი არის უსასრულო ინტელექტუალური, შემოქმედებითი ენერგია, საიდანაც მთელი არსებობა იღებს სათავეს. სეთმა ამ ძალას უწოდა. ყველაფერი, რაც არის ყველა რეალობის, ყველა აზრის, მთელი ცნობიერების და ყველა შესაძლებლობის ჯამი, რაც მარადიულ აწმყოში ხდება. თქვენ არ ხართ ღვთის ქმნილება. თქვენ ხართ ღმერთის უნიკალური, ინდივიდუალური გამოხატულება. იფიქრეთ ოკეანეზე. თქვენ არ ხართ წყლის ერთი, ცალკე წვეთი. თქვენ ხართ უნიკალური ტალღა თქვენივე ფორმითა და მოგზაურობით. მაგრამ თქვენ შედგებით ზუსტად იგივე ნივთიერებისგან, როგორც მთელი ოკეანე. თქვენ არასდროს ხართ მისგან გამოყოფილი. მთლიანობის ძალა თქვენშია თანდაყოლილი. ეს ჭეშმარიტება ანადგურებს შუამავლების, მღვდლების, გურუების ან წმინდა ტექსტების საჭიროებას, რათა დაგაკავშირონ ღვთაებრივთან. თქვენ ხართ ღვთაებრივი. ძალა, რომელსაც ლოცულობდით, არის სწორედ ის ცნობიერება, რომელიც თქვენს არსებას აცოცხლებს. შეწყვიტეთ ვედრება. დაიწყეთ თქვენი რეალობის მართვა თქვენი კანონიერი ადგილიდან, როგორც სამყაროს თანაშემქმნელის. აკრძალული პროტოკოლი ნომერი 6. პირდაპირი დიალოგი წყაროსთან. სეთმა დაჟინებით განაცხადა, რომ ეს არ არის ლოცვა. ეს არის პირდაპირი საუბარი. თქვენ ესაუბრებით უმაღლეს ინტელექტს, რომლის ნაწილიც ხართ გონებრივი მშვიდი მიმართვის მდგომარეობაში. ეს ყველაფერი პირდაპირ. როგორც ბრძენდა მოსიყვარულე მესაიდუმლეს, დასვით კითხვა, გამოთქვით განზრახვა, გამოხატეთ მადლიერება. შემდეგ რაც მთავარია, მოусმინეთ. პასუხი შეიძლება სიტყვებით არ მოვიდეს. ეს შეიძლება მოვიდეს როგორც გრძნობა, უეცარი გამჭრიახობა, გამოსახულება ან სინქრონულობა თქვენს გარე სამყაროში. ენდეთ იმას, რასაც იღებთ. მოეფხარით ამას, როგორც რეალურ დიალოგს. თქვენ არ ევედრებით მეფეს. თქვენ ურთიერთობთ საკუთარი თავის მთლიანობასთან. მეცხრე თავი. სულის ჭეშმარიტება, ურღვევი გახდომა. მეორე დიდი ტყუილი, რომელიც გამოიყენება თქვენს გასაკონტროლებლად, არის სულის, როგორც ერთიანი სტატიკური ერთეულის კონცეფცია. სულიერი მარმარილოსი, რომელიც დაბადებისას თქვენს სხეულში იდება და სიკვდილის შემდეგ გამოდის. რათა განისჯონ და გაიგზავნოს საბოლოო მარადიულ ჯილდოზე ან სასჯელზე. ეს რწმენა წარმოშობს განკითხვის ღრმა შიშს და ხსნისადმი მგზნებარე აკვიატებას. სეთი ამხელს, რომ ესეც ღრმა გაუგებრობაა. სული არ არის ნივთი. ეს არის პროცესი. ეს არ არის ის, რაც გაქვთ. ეს არის ის, რასაც ხდებით. ეს არის ცნობიერების მარადიული, ურღვევი მორევი, რომელიც მუდმივად ფართოვდება და ქმნის საკუთარი თავის ახალ ვერსიებს გამოცდილების მეშვეობით.
თქვენი ამჟამინდელი ცხოვრება მხოლოდ ერთ-ერთია იმ უთვალავი გამოცდილებიდან, რომელსაც თქვენი უფრო დიდი სული იკვლევს თავისი სავარაუდო მეების ლეგიონის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არასდროს დამარცხებულ ხართ. არასდროს მიგიღიათ არასწორი გადაწყვეტილება. ყოველი არჩევანი უბრალოდ ხსნის თქვენი სულისთვის კვლევის ახალ გზას, საიდანაც შეუძლია სწავლა. ეს გაგება გათავისუფლებთ სინანულის დამანგრეველი სიმძიმისა და შეცდომების დაშვების შიშისგან. თქვენი სული არ განსჯის თქვენს არჩევანს. ის აფასებს მათ მიერ შექმნილი გამოცდილების უსასრულო გობელენის გამო. სიკვდილი არ არის დასასრული. ეს უბრალოდ ფოკუსის გადასვლაა, კარი ცნობიერებაში კიდევ ერთი თავგადასავლისკენ. ეს ჰგავს მსახიობს, რომელიც კოსტიუმს იხდის. სპექტაკლის შემდეგ სპექტაკლი მთავრდება, მაგრამ მსახიობი, მარადიული ცნობიერება, გრძელდება, როდესაც თქვენ იცით, რომ თქვენ მარადიული ხართ. სიკვდილის შიში კარგავს ძალას და საბოლოოდ თავისუფალი ხართ. იცხოვროთ ეს ცხოვრება სრულად, თამამად და დათქმების გარეშე. აკრძალული პროტოკოლი ნომერი 7. სულის მატარებლის განკურნება. თქვენი სხეული თქვენი სულის ფიზიკური გამოვლინებაა. ამ განზომილებაში სეთმა გვასწავლა, რომ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ მის თანდაყოლილ ინტელექტს. აირჩიეთ თქვენი სხეულის ის ნაწილი, რომლის განკურნება ან ენერგიით აღჭურვა გსურთ. დაადეთ ხელები მასზე ან მის მახლობლად. მიესალმეთ მას, როგორც შეგნებულ ცოცხალ ინტელექტს. მადლობა გადაუხადეთ მას დაუღალავი შრომისთვის. პირდაპირ ესაუბრეთ მის უჯრედებს. მიეცით მათ ახალი ინსტრუქციები. უბრძანეთ მათ დაუბრუნდნენ სრულყოფილი ჯანმრთელობის თავდაპირველ გეგმას. მაგალითად, ჩემი ღვიძლის უჯრედები. მადლობას გიხდით. მე ვათავისუფლებ სიბრაზისა და იმედგაცრუების ყველა ძველ ნიმუშს. ახლა გიბრძანებთ, რომ აღადგინოთ თქვენი სრულყოფილი სასიცოცხლო გეგმის მიხედვით. მე თქვენ ენერგიითა და სიყვარულით გავსებთ. წარმოიდგინეთ საუბარი. მოусმინეთ ინტუიციურ რეაქციებს, გრძნობებს ან შთაბეჭდილებებს. ეს არ არის მხოლოდ პოზიტიური აზროვნება. ეს არის შეგნებული დიალოგი თქვენივე ფიზიკური ფორმის ინტელექტთან, ბოროტების ჭეშმარიტებასთან, ჩრდილის დაშლასთან. კონტროლის საბოლოო და ყველაზე მზაკრული ინსტრუმენტი არის ბოროტების გარე აქტიური ძალის, ეშმაკის დემონის, ჩრდილოვანი კაბალის რწმენა. მტაცებელი, რომელიც სიბნელეში იმალება და ელოდება თქვენს გახცნას და განადგურებას. სანამ გჯერათ გარე მტრის, შიშის მდგომარეობაში ხართ. თქვენ ეძებთ მხსნელს. თქვენ ყურადღება გადაგაქვთ ძალაუფლების რეალური წყაროდან და ადვილად მანიპულირებთ. სეთის ყველაზე განმათავისუფლებელი ჭეშმარიტება ასეთია. ბოროტება ძალა არ არის. ის სიცარიელეა. ეს არის ჩრდილი, რომელსაც აფრქვევს ცნობიერება, რომელმაც დაივიწყა საკუთარი სინათლე და კავშირი ყველაფერთან. ეს სულიერი უმეცრების სიმპტომია. არსების სასოწარკვეთილი და დამანგრეველი ქმედებები, რომლებიც თვლიან, რომ უძლური, განცალკევებული და საფრთხის ქვეშ არიან. როგორც სეთმა თქვა, არ არსებობს ეშმაკები ან დემონები, თუ თქვენ არ შექმნით მათ რწმენით. სამყაროში არსებული დამანგრეველი ქმედებები არ არის რაიმე კოსმიური ბოროტმოქმედის ნამოქმედარი. ისინი შეზღუდული ცნობიერების ტრაგიკული სიმპტომებია. როდესაც არსება განცალკევების ილუზიაშია ჩარჩენილი, ის მოქმედებს ღრმა შიშის ადგილიდან, შეცდომით სჯერა, რომ სხვების კონტროლით, დაგროვებით ან ზიანის მიყენებით, მას შეუძლია საკუთარი თავისთვის უსაფრთხოების შექმნა. მეტაფორა მარტივია, მაგრამ ეს არის თქვენი უნებლობის გასაღები. სიბნელე არ არის ნივთი. ეს უბრალოდ სინათლის არარსებობაა. თქვენ არ შეგიძლიათ ებრძოლოთ სიბნელეს, არ შეგიძლიათ მასზე თავდასხმა ან მის წინააღმდეგ ომი. ეს სულელური საქმეა, რომელიც მხოლოდ თქვენს ენერგიას მატებს. თქვენ უბრალოდ და შეგნებულად ანთებთ შუქს. სიბნელე ქრება, თითქოს არასდროს ყოფილა. ანალოგიურად, თქვენ არ შეგიძლიათ ებრძოლოთ ბოროტებას. თქვენ მხოლოდ საკუთარი ცნობიერების განვითარება შეგიძლიათ. კონტროლის სისტემები ჩრდილის შიშით ყვავის. ისინი დაუსრულებლად მიუთითებენ მტრებზე როგორც რეალურ, ასევე წარმოსახვით, რათა შეშინებული და მორჩილი დარჩეთ. მაგრამ როდესაც ურჩხულს ისეც დაინახავთ, როგორიც ის არის, სევდიან და შეშინებულ ჩრდილს, მას თქვენზე ძალაუფლება აღარ აქვს. შეწყვიტეთ ფანტომებთან ბრძოლა. შეწყვიტეთ თქვენი ძვირფასი ენერგიის შიშის ილუზიებისთვის მიცემა. მთელი თქვენი არსება მიმართეთ საკუთარი სინათლის, თქვენი ცნობიერების, თქვენი შემოქმედებითობის, თქვენი თანაგრძნობის განვითარებაზე თქვენი გამოღვიძებული ცნობიერების თანდასწრებით.
სამყაროს ჩრდილებს უბრალოდ არსად აქვთ დასამალი. აკრძალული პროტოკოლი ნომერი მერვე. მასობრივი მოვლენების რეგულირება. თქვენ არ ხართ გამოყოფილი მსოფლიოს მოვლენებისგან. შეგიძლიათ შეგნებულად მიიღოთ მონაწილეობა კოლექტივის განკურნებაში. მედიტაციაში. გაიხსენეთ მიმდინარე მასობრივი მოვლენა, რომელიც იწვევს ტანჯვას, ომს, სოციალურ უსამართლობას, სტიქიურ უბედურებას. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას შიშზე ან ბრაზზე. ამის ნაცვლად, ჰკითხეთ თქვენს უმაღლეს მეს. რა არის ამ მოვლენის შინაგანი სულიერი მიზეზი? როგორ ვარ დაკავშირებული ამ ნიმუშთან? როგორ შემიძლია შევიტანო სამკურნალო ენერგია უმაღლეს შესაძლო შედეგში? მოусმინეთ ინტუიციურ პასუხს. ეს შეიძლება იყოს სურვილი, გაგზავნოთ სიყვარული, ვიზუალიზაცია გაუკეთოთ მშვიდობიან გადაწყვეტას, ან თუნდაც განახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ქმედება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც უარყოფით ენერგიას ეწინააღმდეგება. ასე გადადიხართ მსოფლიო მოვლენების პასიური მომხმარებლისგან აქტიურ შეგნებულ მონაწილედ კაცობრიობის განკურნების დამთავრების პროცესში. თქვენი სუვერენიტეტის დეკლარაცია, მასტერკლასი დასრულდა. აკრძალული გეგმა გამოაშკარავდა. თქვენი ციხის დაშლისა და თქვენი რეალობის არქიტექტურის ინსტრუმენტები ახლა თქვენს ხელშია. ღმერთის, სულისა და ბოროტების დიდი კოსმიური ილუზიები, რომლებიც კაცობრიობას ჰიპნოზურ შიშში აკავებდა, დაიმსხვრა. გარი გაჩვენეს. ახლა უკვე ეჭვის გარეშე იცი, რომ წინასწარ დაწერილი სცენარის პერსონაჟი კი არა, ავტორი ხარ, იცი რომ ძალა, რომელსაც ოდესღაც ევედრებოდი, სწორედ ის ცნობიერებაა, რომელიც შენს არსებას აცოცხლებს. იცი, რომ შენი სული არ არის მყიფე რამ, რომელიც განსაცდელშია. არამედ უსასრულო და ურღვევი თავგადასავალი. მძინარე სუბიექტიდან გამოღვიძებულ შემოქმედამდე მოგზაურობა აღარ არის შორეული ოცნება. ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთო ამ მომენტში და ყოველ მომდევნო მომენტში. ეს არის შენი დამთავრება. ეს არის შენი მოწოდება იარაღისკენ. პირველი ნაბიჯი, გახდი შენი გონების დაუნდობელი მცველი. ახლა შენი გონების კარიბჭესთან დაიცავ. დააკვირდები აზრებს, რომლებიც ცდილობენ შიშის, ეჭვისა და შეზღუდვების ძველ პროგრამებში შესვლას. არ შეებრძოლები მათ. დაინახავ მათ ისეთებად, როგორებიც არიან. ძველი სისტემის აჩრდილები და უარყოფ. შესვლას ურყევი რწმენით გამოაცხადებ. ეს ძველი პროგრამაა. მას ძალა არ აქვს. აქ მე ვარ ჩემი რეალობის ავტორი. მეორე ნაბიჯი. გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია, როგორც შემოქმედებითი ძალა. თქვენი ფანტაზია სამყაროების საშვილოსნოა. თქვენ აღარ მისცემთ მას უფლებას, იყოს შფოთვისა და ყველაზე ცუდი სცენარების სათამაშო მოედანი. თქვენ მას აითვისებთ. ყოველდღე დროს დაუთმობთ წმინდა პრაქტიკას, რომ საბოლოოდ იგრძნოთ თქვენი სხეულის ყოველი უჯრედით თქვენი სურვილების რეალობა, რომელიც უკვე შესრულებულია. ყოველ საღამოს გამოიყენებთ გადახედვას, როგორც ალქიმიის წმინდა აქტს, წარსულის გაწმენდას და ტრიუმფის ისტორიის შექმნას. მესამე ნაბიჯი, ენდეთ თქვენს შინაგან ბრძანებას. თქვენ დაიწყებთ თქვენი შინაგანი გრძნობების, თქვენი ინტუიციის, თქვენი ოცნებების, თქვენი შინაგანი გრძნობების მოპყრობას, როგორც ყველაზე სანდო ინტელექტს, რომლის მიღებაც შეგიძლიათ. ისინი თქვენი მრავალგანზომილებიანი მეს პირდაპირი, დაუზიანებელი გადაცემაა. თქვენ ისწავლით ეგოს სტატიკური აჟიოტაჟის დამშვიდებას და ამ შინაგანი ხელმძღვანელობის მოსმენას. თქვენ ისწავლით მას ყველაფერზე მეტად ენდოთ. მეოთხე ნაბიჯი, იმოქმედეთ თქვენი ნამდვილი მეს ავტორიტეტით. რწმენა მოქმედების გარეშე თვითმოტყუებაა. როგორც კი თქვენს მიერ არჩეული რეალობის განცდას განასახიერებთ, მის შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. გადაწყვეტილებებს არა შიშისა და სიმცირის, არამედ გამბედაობის, სიუხვისა და სუვერენული ძალაუფლების საფუძველზე მიიღებთ. თქვენი ქმედებები საბოლოო ბეჭედია. სამყაროსთვის ხმამაღალი განცხადება, რომ თქვენ დაიკავეთ თქვენი ტახტი. ეს თქვენი გამოღვიძებაა. ეს არის საბოლოო შეუქცევადი გაცნობიერება, რომ თქვენი ძალაუფლება შორეულ მომავალში არ არის. დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი გააკეთოთ, უბრალოდ აკრიფეთ ას. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიცერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჭერა, რათა არ გამოტოვოთ სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.